აჭარის უმაღლესმა საბჭომ კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია სულხან ჯორთმენაძე, რომელიც 2008 წლიდან აჭარის ფინანსა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ჯორთმენაძის კანდიდატურა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა წარუდგინა. აჭარის კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან კიკრაველიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული დიდი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების ფონზე არსებითი არის, რომ აჭარაში მოქმედებდეს ისეთი გამართული სტრუქტურა კონტროლის პალატის სახით, რომელიც უზრუნველყოფს დახარჯული სახელმწიფო სახსრების, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას, ეკონომიურობას და ეფექტიანად განახორციელებს ამ კონტექსტში. ჩემი მთავარი მიზანი იქნება საჯარო ფინანსების მართვის გამოჯობესება რეგიონის მოსახლეობის სასიკეთოდ აგრეთვე აჭარის კონტროლის პალატაში ძირითადი საქმიანობის განხორციელება და თანამედროვე აუდიტორული მომსახურების დანერგვა, რაც დაფუძნებული იქნება ძირითადი პრინციპებზე, რასაც პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობა და